მაგარი ბავშვებია და ვინც გეხმარებათ ხო აკაურობის აღდგენაში. აკაურებს ხათი ხო? ელავინა და საკუთარ ქალაქს კარგი ახალგაზრდები ხართ ბავშვები ხართ მეთქი არ გეტყვით რა აღარახოთ ბავშვები საქმეს აკეთებთ. ისეთ რომ გუშინ დავიწყეთ უკვე ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატების წარდგენა მაჟორიტარობის და შესაბამისად დღეს უკვე თელავშიც ძალიან მოხარული ვარ რომ შემიძლია წარმოგიდგინოთ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს არის ადამიანი რომელსაც ალბათ ყველა ძალიან კარგად იცნობთ, ბატონი ვასილ დავითაშვილი. ადამიანი რომელიც აკაურია, წლების მანძილზე მუშაობდა და მუშაობს თელავში, გამგებელიც იყო, დეპუტატათაც იყო არჩეული ერთხელ და ის ადამიანია, რომელსაც აკაურობა უყვარს, აკაურობა იცის და რაც თავარია გააკეთებს საქმეს. ამ ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა თელავში 32 ქუჩა, უბნები, დაიწყო რეაბილიტაციის პროექტები, დაიწყო წყლის სისტემების მთლიანი რეაბილიტაცია და გაიხსნა თელავის თეატრი, გაიხსნა თელავის გომბორის გზა, რეაბილიტაციის ცენტრი, ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი და ძალიან ბევრი ის ობიექტები, რომლის ჩამოთვალ აკვაპარკი, ძირითადი ობიექტები, რომელსაც ახლა მევთვლი, განჩინ ძალიან ბევრი აკეთებული. მე თელავის ხარდაჭერის იმედი ყოველთვის მაქვს, იმიტომ მათი ხარდაჭერა არაერთხელ მიგზნია და ნამდვილად ვიცი, რომ თელაველები მე ხარს დამიშავებენ. მე სულსაკითხზე ვარ აბსოლუტურად მოსული ახლა და არ ვიცი ახლა რაღაცა შევეკითხოთ ბიგას თუ მექნება მაგის საშუალება. თქვენი აზრი არ დაგაცნიათ? რეგულარულად გამაჩნია, მაგრამ ეს არჩევნებზე გამოსვლა. მე მგონი კარგი არ ვიცი. კარგი გააკეთა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ ვასიკოს უკვე კარგი ხანია. ერთი პირველი არჩევანი ჰქონდა და მე მგონი კარგად აგრძელებს და კარგად გააგრძელებს მომავალშიც. მასწავლებელი ვარ. ჩვენ ვატარებთ 19 ივლისის სტიქის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღწერას და უბრალოდ მოვედით ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენაზე. იყო თუ არა თხოვნა მე მისგანაც გამყოფილიყავით? არანაირი სრულად ნებაყოფლობითი, უბრალოდ ჩვენ გავიგეთ რომ დღეს არის წარდგენა და სრული ქონდა თვითონ.